მაშასე მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე. ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზე გვიყუროთ პალიტრანიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრანიუსის არხზე. ეს პარასკევია და ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით, დათო გამარჯობა. მოგესალმებით ჩვენს აბონენტებს და ჩვენს ფერებს. მოკლედ, მინდა გითხრა, რომ დღევანდელი დღე სრულდება დიდი გარღვევით ქართული ოცნებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან დონალდ ტრამპმა მართალია იმას არ დაურეკა. სამადლებელი წერილი მოიწევა. ხო, იმას არ დაურეკა, რა ქვია, ყაველაშვილს, მაგრამ ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნა წერილი. წერილი არის, ასე ვთქვათ, მადლობა დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის, იცით რომ სულ ცოტა ხნის წინ 4 ივლისი იყო ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავი და შესაბამისად ირაკლი კობახიძეს გაუგზავნია წერილი დამოუკიდებლობის მისალოცად და ტრამპი იქედან იწერება, რომ ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეის მოლოცვისთვის, დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების სიმტკიცისა და შეუპოვების ურყევის სულისკვეთების ემია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს, ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთან მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში. გულწრფელად ვაფასებ, აგზელებს ტრამპი თქვენს ყურადღებიან გზავნილს, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის ხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მოყავლისკენ. გასაგებია, რომ ეხლა შაბლონური წერილია, რომელიც ალბათ ყველა სოფლიოს ყველა ლიდერს დაუგზავნეს, იქ სახელი და გვარი შეცვალეს ალბათ რამდენიმე სიტყვა, სამადლობელი, ვინც მიულოცა, უკანასკნელად დაუგზავნეს. მაგრამ ნუ ახლა ოცნებისთვის შეიძლება ძალიან დიდი იმედის მომცემი იყოს, განსაკუთრებით ეს ბოლო ნაწილი, რომ მოუთმენლად ველი რაღაცა ჩვენი მუშაობის ერთობლივ გაგრძელებასთან. მე ჩემი წინასწარ ვივარავდი, ხე ეს ოცნება ჩაჯდება, მისცემენ იქ იმ ხალხს, ვინც ეს პროპაგანდისტულად უნდა დაამუშავოს, წინასწარ შემიძლია რამდენიმე თეზისზე გავანხულოთ ყურადღება მაგ წერილში, რასაც ოცნება შეეცდება წამოწიოს და ასე ვთქვათ, გაამახვილოს ყურადღება. პირველი ის, რომ არსად არაა ნახსენები დემოკრატია, ადამიანის უფლები, აი ეგეთი რაღაცეები. ღირებულებებზე როცა თუმცა შაბლონური სამადლობელი წერილია ჩემი აზრით. შაბლონურშიც უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლება რო ყოფილიყო, შაბლონის ამბავში იქნებოდა სიტყვა დემოკრატია მაინც. აგარ არის, საერთოდ არის მშვიდობა, არის უსაფრთხოება, არის სუვერენიტეტი. აი რაც ტრამპის ის არის თუ ხო პოლიტიკა. ანუ ოცნება შეეცდება, ეხლა ეს ძალიან წვრილმანია, რასაც მე ვამბობ, ეხლა არ არის ეს მსხვილი მომენტი, მაგრამ თუმცა მუდმივად ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში მისთვის დემოკრატიულობა იმ ქვეყნის არაფერს არ ნიშნავს. ეს ბოლოს რომ იყო ჩამოსული საკმაოდ ისეთი გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი არ უბრალოდ პოლიტიკური მრჩეველი, რომელიც სწორედაც რომ პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობს ეს ხალხი, ეს აი ამ კონსერვატიულ ტრამპის მომხრეთა ფლანგისთვის Heritage ვარცხნები Heritage Foundation-ის მრჩეველი, რაც გვარი დამავიწყდა რაღაცა ისეთი გვარი აქვს, ფეხბურთი მიტრიალებს თავში რაღაც ინფანტინოს თუ ტალიაფიკოს გამდა რაღაც ეგეთი გვარი იყო. ამი რაღაც მაგათ მიავსგავსებ არ მაგის მისი გვარიც ვერ ვიხსენებ, მაგრამ როგორ შემთხვევაში ფიგურა იყო საკმაოდ საინტერესო, რომელმაც ძალიან გულახთილი ინტერვიუ მისცა. ეს ინტერვიუ არ იყო მაინც გასახგულის გასახარელი არც ხელისუფლებისთვის, არც ოპოზიციისთვის. იმიტომ რომ მან თქვა, რომ ჩვენ პრინციპში ოპოზიციას იმაში, რომ ახლა ეს ხელისუფლებას ბოიკოტი გამოუცხადოთ, ხელისუფლება არალეგიტიმურად ვაღიაროთ, ამაში არ აყვებით. არ აყვებით, თუ ისინი მაგალითად იტყვიან, რომ აი ჩვენ აქ ანუ ხელისუფლება ოპოზიცია ელის ამერიკისგან, რომ აი ამ დაპირისპირებაში მათ მხარეს დაიჭერს, ამას არ ვიზამთ. მეორე მხრივ ხელისუფლებაც არ უნდა ელოდეს იმას, რომ საერთოდ ფეხებზე დაიკიდებენ თქვა პოლიტიკური პატიმრების საკითხს
და აი ამ ადამიანის უფლებების თემას არა იმიტომ ეს ხაზი გაუსვა იმ კაცმა. ეს იმიტომ კი არა რომ ჩვენ დემოკრატიას ვაწვევით და რაღაცა და ვითხოვთო. იმიტომ რომ ჩვენთვის თავარია სტაბილურობა და ამ ქვეყანაში საქართველოში სტაბილურობა ოპოზიციასთან კომპრომისის გარეშე არ გამოვა. არ გამოვა ეს ასე, იმიტომ რომ შენ უცა ასეთი რაოდენობის ხალხი, ამხელა რაოდენობის ხალხი შენ წინააღმდეგია. შენ ვერ იქნები სტაბილური ქვეყანა, არ უნდა დახოცო ყველა სტალინი უნდა იყო მაშინ და ხანუ ეს ახლა მოდი მადლობა ღმერთს. არ მემუქრება იმედია. აბა სხვანაირად როგორც ციხეში ვერ ჩაყრი მართლა ნახევარ საქართველოს. ახლა ნახევარი ოპოზიციის გარდა მთელი ოპოზიციის ჩაყრას აპირებენ. ხო, მაგრამ ეს ხო, აი ეს ცალკე თემაა კიდე. ეს არის რაღაცა ძალიან უცნაური პასუხი აი ასეთ დამოკიდებულებაზე, იმიტომ რომ აი რა ვფიქრობ, აი რაციონალურად, პოლიტიკურად რო დაფიქრდე, აი ვერაფერს ვერ მოიფიქრებ იმისთანაც, აი რატომ უნდა უნდოდეს ეს? იმიტომ რომ ეხლა რო თქვა რომ ოპოზიცია ძლიერია და ამით ასუსტებს, არ არის ასე, ხო? არ არის ხო ოპოზიციას ის მდგომარეობა არა აქვს, რომ ეხლა რაღაცნაირად აი საფრთხეს უქმნიდეს ხელისუფლებას და ის ლიდერს თუ მოაცილებს რაღაც ამით გადარჩება. აი ეს მომენტი არ აქვს, ეხლა ესეც მიუღებელი იქნებოდა რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაშიც, მაგრამ არ აქვს ეს მომენტი, ოპოზიციის რეიტინგი დღეს არის ბევრად უფრო ყველანაირად ეთყობა ეს ნაკლები, ვიდრე ეს იყო თუნდაც 3-4 წლის წინ, ან თუნდაც 2 წლის წინ. ამიტომ ეხლა მაინც და მაინც ეს ხალხი დაიჭირო ჩაყარო ციხეში, რომელებიც რა ამით რას იგებს. პოლიტიკურად არაფერი სარგებელი არ აქვს, ხო? ეხლა იმის დაშვება რომ ის რაღაცა სამართლიანობის ზეიმი უნდა და რაღაცა და კანონი ითხოვს, ნუ ეს სისულელია, იმიტომ რომ აბსოლუტურად სრულიად გიჟური ბრალდებები და იდიოტური ბრალდებები აქვს წახენებული უკლებლივ ყველას სააკაშვილის ჩათვლით. აი ყველას იდიოტური მიმართ არის სრულიად იდიოტური ბრალდება სახელმწიფო რაღაცა გადატრიალების ცდელობაში, რომ იქ ვიღაცა თურმე სავარაუდოდ ხელებს იქნევდა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა რომელიღაც მიტინგზე. ამსეთ ჩვენებებს ეყრდნობა ახლა რაზე ვლაპარაკობთ, არა? ამიტომ ვერაფერ ვერ ახსნით ამას, აი ესეთი პოლიტიკური ლოგიკით. ერთადერთი ახსნა რაც მე მაქვს პირადად სავარაუდი, ვარაუდი უბრალოდ რა თუნდა აყო ამდენი ადამიანის დაჭერა, რა შეჭირდება? ორი მომენტია, ერთი აქვს რომ ხასიათი აქვს ეგეთი. უბრალოდ აი რო იტყვა ეგეთი ტიპია რა, ვიღაცა ნერვებს მოუშლის უნდა რომ ჩასვას ციხეში. და აი მორჩა. და მეორე უფრო სერიოზული, ცოტა არასერიოზულია, მაგრამ არ წავშლიდი ამას. ესეც შეიძლება ეს მომენტიც იყოს და მეორე უფრო სერიოზული, მე ვფიქრობ, ბიზნეს ევანიშვილს ხომ არ სჯერა რომ აქ ანზორა ჯაფარიძე, ალენე ხოშტარი, ან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი მოქმედებენ თავისით. მათ გონია რომ ამას ვიღაცები ოკეანის გაღმიდან თუ ბრიუსელიდან რაღაცებს ურეკავენ თუ უმესიჯებენ თუ ეუბნებიან ასეკენი ისეკენი და ანუ რეალურად ეს deep state-ის შეთქმულებას ებრძვის, ესენი არიან მისი აგენტები, მისი ახლა ასეთია. და ამით შეიძლება ელაპარაკება იმათ, რომ აი თქვენ არ გაგივართ. ყველან მე ჩალიჩებით რა, მოკლედ მე აი ხო არ გაგივიდათ, ერთხელ ორჯერ გავიდა და არც გაგივართ რა, ამიტომ თუ გინდა ჩემთან ლაპარაკე და მე ლაპარაკე, თუ არა და აგერ აი ჩავსვამ ეხლა ამათ ყველას. ხო, დასაშანტაჟებად დასავლეთ. თუ რაღაცა მე რა, თუმცა მე არა ვარ დარწმუნებული რომ აუცილებლად ამას ციხეში ჩაღეს. არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ არ ჩასვავს. იმიტომ რომ თუ უნდა შვენივრად გადადებს ისე ნახევარი წლით. თუ ხო, ფაქტია რომ დააჩქარე ხარ, ამაზე დააჩქარა, მაგრამ მე როცა უნდა შეძლეს, მის ხელში არ არის, ხარ მე შეგეტყვი ხა დიდ სამართლებრივ პროცედურებს დაგინდებს რომელიმე მათგანი ხა ხელისუფლებაში. ასაც უნდა იმას გააკეთებენ. ასე უყურებს, მაგრამ ასე მგონია მაინც რომ ეს უფრო ის მგონია რომ არის ერთგვარი სიგნალი deep state-ის მიმართ. ანუ ის თავის ფანტაზიაში არსებულ რაღაცა შეთქმულების რაღაც ლიდერებს ეუბნება რომ არ გაგივართ ჩემთან ეგამბავი და ჯობია მურიგდეთ. აი ეს გონია. ხო, კი ბატონო, შეიძლება ხამ ტრამპის წერილმა შეანელებინოს ასე ვთქვათ. იმედი გაუჩნდეს და გადაიფიქროს. შეიძლება იფიქროს რომ გაჭრა ჩემმა შანტაჟმა. ეს უმასე ყველა ის უკან დახევა, რაც იყო აქამდეც, ბოლო 5 წელია და 5-6 წელია თუ რაიმეზე უკან დაუხევია. ეს იმიტომ რომ ის თulidan რომ რაღაცა გაიტანა. აი სასამართლო პროცესს რო იგებდა მაგალითად იმ თავის ფულზე. იმ შვეიცარიის ბანკთან. ის იმას კი არ თulidan რომ სასამართლოს სწორად გასაჭე. ეს მიიჩნევდა რომ აი ხო აშანტაჟა აქედან რაღაც განცხადებები აკეთეს. ამან გაჭრა იქა და ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ
ამაზე წამოვიდა. არა, უკან დაუხევე მაშინაც როცა სხვა გამოსავალი არ ქონდა. მაგალითად რუსული კანონი წაიღო, უკან დროის მოსაგებად მაგალითად. ერთი წელი დრო მოიგო და მე ისე უკან მაშინ ჯერ არ ქონდა ასე ეტყობა გადაწყვეტილი. მე მაქვს მესამე ვერსია, რატო ცდილობს ახლა ამ ხალხის დაჭერას. მას დასასწრების დაშანტაჟება კი არ უნდა. ჩვენ მე მგონი წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ, რომ მისი როლ მოდელი გახდა ალიევი. ადრე ხო სომხეთი იყო, სომხეთი არისო, კარგი მოდელიო, გვახსოვს ამბობდა ჯერ კიდევ მაშინ როცა თქვენც იყავით მასთან ერთად. კი, მაგაზე მივუთხარით რაღაცაში, მაგრამ რა დროს იყო ეს. ხო. და ეხლა მისი როლ მოდელი გახდა აზერბაიჯანი. როგორც ეხლა ალიევი არის და არიან მამაში დინასტიურად და დასავლეთიც ელაპარაკება და ყველა ელაპარაკება ჩვეულებრივად, ასე უნდა მასაც აქ სიტუაციის ასე ვთქვათ დალაგება დასავლეთთან. და ეს ამას პირდაპირ ამბობს ირაკლი კობახიძე, რომ კი, მაგრამ ალიევს ველაპარაკებითო, ჩვენ რატო არ ველაპარაკებთ? ანუ ეხლა ჩვენც არ გვაქვს პრეტენზია რა, ფაქტობრივად. ამას ნიშნავს, ეხლა ამას პირდაპირ არ ამბობ, მაგრამ ამას ნიშნავს, რომ ეხლა კი ბატონო, თუნდაც ავტორიტარები გვეძახეთ, არ არის პრობლემა, მაგრამ იმას ველაპარაკებით, ის ავტორიტარია. ჩვენც და ველაპარაკეთ. მაგრამ იქ განსხვავება არის ის, რომ ალიევს წლებია უკვე იქ სიტუაცია აქვს მოყუმარებული, ასე ვთქვათ. ანუ დაალაგებული აქვს და ყველა მიცის, რომ იქ ალიევს ვერ აურევს სიტუაციას და დასავლეთმაც იცის, რომ ალიევს ველაპარაკოს, იმიტომ სხვა იქ არავინ არ არის, ვისაც შეიძლება დაელაპარაკო და რამე გავლენა ქონდეს აზერბაიჯანში. ანუ ველი აქ მოსუფთავებული. და ჩემი აზრით ეხლა მაგას აპირებს სწორედ ამიტომ, რომ ეს ხო ასე ველი მოასუფთავოს, რომ უთხრას დასავლეთს, რომ აი ხო ხედავ, აქაც აღარავინ აღარ არის. ყველანი ციხეში არიან და არ გამოუშვებ რა, ისხდებიან. დამელაპარაკ, იმიტომ რომ მე ვაკონტროლებ ყველაფერს. მე რა რომ ესენი ოპოზიცია ფორმალურად არის ალიევისგან განსხვავებით, ეს არაფერს არ ნიშნავს, როცა მინდა ჩავსვამ, როცა მინდა გამოვუშვებ. ამიტომ მოყუმარებული მაქვს მეც სიტუაცია, ვერ ამირევს ვერავინ. აი ეგ არის ეს თემა რა, ანუ ჩვენ როდესაც ახსენე ის მრჩეველია, მანამდე იყო აქ ჩამოსული ამერიკის დელეგაცია, თუ გახსოვს. რომელმაც რო გამოაქვეყნა მე ამერიკის საელჩომ წერილი, იქ თავარი სიტყვა რა იყო სტაბილურობა, ჩვენ გვინდა რომ აქ იყოს სტაბილურობა. სტაბილურობა ორი გზით შეიძლება მიიღწეს, ხო? ერთი რომ ოპოზიციასთან დაალაგდეს ბიძინა და რაღაც დემოკრატია დაამყაროს და დაუბრუნდეს ჩვეული მას ამბავს და მეორე ეს ოპოზიცია გააქროს. სხვანაირად სტაბილურობას ვერ დაამყარებს. არა, მესმის კი, მაგრამ არ მგონია მთლადეგრე, არ შეიძლება ასე ფიქრობს თვითონ როგორც შეთქვი, შეიძლება არ გამოურიცხავ. თუმცა ეს ძალიან ცდარი ეს აკრძალვაც კონსტიტუციო კანონის ეს ძალიან ცდარი შეხედულება. იმიტომ რომ ამით ოპოზიციას ის ვერ გააქრობს. პირიქით დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიცია ლიდერებს გააქრობს ახლა ციხეში. ჩასვამ ციხეში, ის ლიდერი გარეთ რო არ ასაკეთებს იმისთანაც ახლა. ანუ ეს არ არის ის ლიდერი, როგორც თავიდანვე ვთქვი, რომ მაღალი რეიტინგი აქვს და უნდა რომ რაღაც არ აიყოლიოს ხალხი, ამის ეშინია რა. ის ლიდერი თუ ციხეში და პირიქით ზნეობრივ მორალურად ის ლიდერი პრინციპში უფრო მოიგებს, ვიდრე წააგებს ამ ციხეში ჩაჯდომი და აქეთ მე სხვა ის ხალხი არ გაქრება, კაცო, ამდენი 100,000-ობით ადამიანია ამ ხელისუფლების წინააღმდეგი და იმა პარტია ხო იარსებებს, რომ წაგძალოს სახელი და სხვა სახელით გამოვა, ვიღაცა გამოჩნდება, ანუ ეს უკმაყოფილება რომ სახალხოა და დიდია. ეს არის მთელი პრობლემა. ეს არ იცის შეიძლება. შესაძლოა სწორედ ეს ზუსტად მას ეგონოს, რომ ისინი რახან ამას ასე აი რაღაც ორ-სამ ლიდერს დავიჭერ და ყველაფერი დაწყარდება და გაიარსება. შესაძლოა რამდენი სიჭე შეხედება. სააკაშვილი უკვე ციხეში ყავს და ეს ამ ბრალდებას დაუმატა. ნელია ციხეში ყავს და იმასაც დაუმატა ეს ბრალდება. ხოშტარია ციხეში და იმასაც დაუმატა ეს ბრალდება. დაუმატებს ახლა ბადრი ჯაფარიძე შეშინია. ხაზარაძე გარეთ არიან, მათაც ამ ბრალდება აქვს წაყენებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ სულად აბსურდული ბრალდება საბოტაჟის ქვეყნის წინააღმდეგ რაღაცა საბოტაჟი და რა არის საბოტაჟი ბიძინას დასანქცირებას რატო თხოვდით დასავლეთს. თან წარყედებული აქვს რაღაცა 7-დან 15 წლამდე არის მუხლი. კიდე გვარამიას და ზურა ჯაფარიძე და ვიღა დარჩა. ვაშაძეც. ხო, ვაშაძე კიდე გიორგი. ესენი გარეთ ვინც არა, ხო, ვიღა დარჩა ახლა. რამდენიმე ლიდერს ყველა ვინც აი, გასაგებია დაუშვათ ეგენი ჯაზო. სხვები ხო არიან გარეთ და ყველა ის ხო არ არიან. ხო, მაგრამ ლიდერები ესენი არიან იმ პარტიაში. ეს რა გახდება? ხო, ახალი ლიდერები უნდა. ახლა ეს ძველ და ახალშობილი დიდი განსხვავება უკვე აღარც არის, არც რეიტინგში, არც იმაში, არაფერში. ანუ ახლა ეს პირიქით შეძენს უფრო მეტ იმას, ანუ უსამართლობის განცდას ხო გააღვივებს იმ ოპოზიციურ ფლანგზე. კი, თვითონ აი სხვადასხვა თამარი ჩერგოლიაშვილმა თქვა თუ არ ვწდები და მე რაღაც ამაზე ხმაურიც ავით იყო რომ
რეგიონებში მოვია რეგიონებში ვიყავი და ხო შენთან თქვა არავის არ ენაღლება ოპოზიციას დაიჭერენ თუ არა ჩვენს რას ნიშნავს რომ არავის არ ენაღლება ესე იგი არა აქვს ავტორიტეტი და რეიტინგი იმ ხელა ანუ ეს ნიშნავს რომ საფრთხე არ არის და ალიევს რო ვამბობ ალიევს ასე ციხეში კი არ აქვს ჩაღრილი თავიდან სულაშვილს ყავდა ერთი პერიოდი ჩაღარა ყველა დაიჭირეს მაგრამ ალიევთან ასე მარტივად არ იყო ალიევი ჩვენ გავიხსენოთ პირველი არჩევნები ალიევმა როდესაც გეიდარი გარდაიცვალა წააგო თორემ 2004-ში იყო ეს ამბავი წააგო ის პირველი არჩევნები და პრინციპში არმიის საშუალებით დარჩა ხელისუფლებაში გამოსული ხალხი ბაგოში იყო გამოსული მთელი ბაგოს ავზეო დაღვრიდა ხა იმის მერე კი იმის მერე დაალაგა არც მაშინ არ მოყოლია ამაზე რეაქცია მიუხედავად იმისა რომ იქ უბრალოდ დარბევა კი არ იყო ესროლეს ხალხს ეხლა უყურე ალიევს ხა იმის დღეს ეხა რაზეა ლაპარაკი ყარაბაღი დაიბრუნა უკვე დღეს შანსი არ არის მაგრამ გარდა დღეისა ალიევს აქ რამდენიმე ისეთი უპირატესობა რაც არასდროს არ ექნება საქართველოში არც ერთ დიქტატურის მსურველს პირველი ეს არის ნავთობი და ფული ეს არის ნუ წყარო ფულის წყარო რომელიც არ არის საქართველოში ასეთი ფულის წყარო არაფერი არანაირი მილსადენი და ვერანაირი ასე ვთქვათ სატრანზიტო ფუნქცია ამას ვერ შეედრება ნავთობის და გაზის ფლობას ეს ერთი მომენტია მეორე არის საზოგადოებაში ტრადიციულად ავტორიტარულია ეს ქვეყანა მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა დიდი ხანია იქ ეს ავტორიტარიზმია და დიდი ხანია ეს კლანები გამჯდარია და არის და კარგად მომჯდარი არიან და მემკვიდრეობით გადაეცემათ ლამის ეს არ არის გუშინდელი სარამ გეიდარი მოვიდა ესა ილხავი მოვიდოდა მაგრამ მამამისი იყო და მაშინაც ეგეთი სიტუაცია იყო ანუ იქ ტრადიციას ჩაბეტონებულია ლამის ეს ავტორიტარული სტრუქტურები და მესამე რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოტენციური საპირწონე და ალტერნატივა შესაძლოა ალიევის რეჟიმისა რომელიც არ არის ალიევის რეჟიმი არ არის რელიგიური ის არ არის ისლამისტური და შესაძლოა ეს იყოს ირანი შიიტური ვიღაცა დაჯგუფება და ისლამი თუ გამოვიდა ანუ იდეოლოგია საპირწონედ ეხა დემოკრატიული ნაცვლად ისლამი თუ წამოვიდა ეს არავის არ აწყობს დასავლეთში ეხა პროირანულ აზერბაიჯანს ურჩევნიათ იყოს ასეთი როგორიც არის ამიტომ ჩვენთან ეს არც ერთი არა არც ერთი ასეთი მსგავსი მომენტი ქართული ოცნება რას ამბობს ნახე ნავთობი არ ამაქვს მაგრამ მაგ გეოგრაფია გეოგრაფია რო არა იმედში იჯდა ასე ვთქვათ კობახიძე და ამბობდა რომ ჩვენს გარეშე ვერანაირი ნავთობს ვერ გაიტანებოდა შავი ზღვიდანო და ჩვენ ვართო ერთადერთი კარიბჭე შვიდი ქვეყნისთვისო აზიის ქვეყნებისთვის და ეს არის აბსოლუტური სისულელე და ეს არის აი უცოდინრობა ელემენტარული მე არ ვიცი ხა შეიძლება ბიზნეს აივანიშვილს ამით აბოლებენ და იმას მართლა ასე გონია არ ვიცი კობახიძეს მართლა ასე გონია მე არ ვარ კობახიძეს კომპეტენციაზე და კვალიფიკაციაზე მაღალი აზრის საერთოდ მე არ ვარ დარწმუნებული რომ მან ეს იცის წესიერად მაგრამ იმდენი კი უნდა იცოდეს ხა კობახიძე ასეთი სულელიც არ არის რომ ჩახედოთ ციფრებს ელემენტარულად რა რაოდენობის ნავთობი გადის რისი გამტარუნარიანობა რამდენია ჩვენთან და რამდენს მოიხმარს თუნდაც მარტო თურქეთი ევროპაზე აღარ ვლაპარაკო. ნუ ეს არის მიზერი შეიძლება ითქვას ეს იმდენად ცოტა აქედან რაც მიდის ნავთობი და გაზი იმასთან შედარებით რა საჭიროებაც აქვს ევროპას ეს არ არის 1%-იც კი. რაზე ვლაპარაკობთ ეხლა ეს თითქოს ეს არ არის პანამის არხი სადაც ჩვენ ვართ. არც სუეცის არხი და არც ორმუზის სრუტე. ეს არ არის რა ეს კი პოტენცია აქვს შეიძლება ეს გავაფართოვოთ მაგრამ ეს პოტენციის გაფართოება ანაკლიის სპორტი კიდე რაღაც მილსადენების მოცულობის გაზდა რკინიგზის სარკინიგზო გადატვირთვები რაღაცეები ყველაფერი ეს ყველაფერი იმუშავებს თუ ჩვენ ვართ ევროკავშირთან კარგად თუ კაცო ჩვენ რუსეთის ის გავხდით მართლა უკანაეზო კიდე ევროკავშირთან დაპირისპირებული ვართ რუსეთთან ვართ სამაგიეროდ კარგად ეს ჩვენი ტრანზიტი თუ მომუნდება ვიღაცას იმიტომ მომუნდება რომ რუსეთს გვერდი აუარონდა თუ ისევ აქაც რუსეთის გავლენა აქვს მაშინ რა სჭირდები შენ ანუ ევროკავშირთან დაპირისპირებული საქართველოსთვის სატრანზიტო ფუნქცია იკარგება პრაქტიკულად და მეორე წერტი ჯერი ცენტრალური აზიის ქვეყნების ამბები არ არის გარკვეული იქ ასე მარტივად არ არის ისინიც რომ ჩაერთონ იქ თურქმენეთი ყაზახეთი იმდენი ნავთობს და იმდენი გაზის მოწოდება რომ ევროპაში ეს იყოს თავარი ტრასა
ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელია უახლოეს, რა ვიცი, ვართ უახლოეს წლებში მე მგონი საერთოდაც წარმოუდგენელი, უბრალოდ არ არის ამის საშუალება ჯერ. ერთი მილსადენი და ორი ამას არ არის. ამ ფონზე კვლავ გააქტიურა რუსეთმა 3+3 ფორმატის თემა. ნუ რუსეთი თავისას უბერავს. ლავროვი გამოვიდა და რუსეთი და აზერბაიჯანი ყველა დონეზე აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებს, ხა აზერბაიჯანთან აქვს ეს ესეთი ხო, აზერბაიჯანო საკმაოდ ისეთი პოზიცია დაიჭირე ხა რუსეთთან მიმართებაში. გვახსოვს პირდაპირ თქვა წინა დღეს ალიევმა, რომ უკრაინას მოუწოდეს, რომ არ დანებდნენ ოკუპაციასო და ამაზე რუსეთში დიდი ამბავი ეთყვა და რუსეთმა ვერაფერი პასუხი ვერ გასცა. ეს გასცემი. ვერ გასცა, ალიევი პირიქით ამბობს, რომ აზერბაიჯანთანო კარგი ურთიერთობა აქვს, დიალოგს ვაწარმოებთ, ჩვენ ყველა დონეზე აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, თქვა. ამასთან ლავროვის თქვით, რუსეთი ელის, რომ 3+3 ფორმატის მინისტერიალის შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანის სომეხი კოლეგები მალე შეთანხმდებიან შემდეგი მინისტერიალის გრაფიკზე და გადავწყვეტთ თუ სად გაიმართება ის ბაქოში თუ ერევანში, აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით 3+3 ფორმატს საკმარისი პოტენციალი აქვს რეგიონულ თანამშრომლობის განვითარებისთვის. და ის ასევე ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, იმიტომ რომ და კოლექტიური დასავლეთი ქვეყნები ცდილობენ სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკურ დაპირისპირების ასპარეზად აქციონს. და ახლა იმას ამბობს, რასაც ბიზინა. და ნუ ამიტომ არის 3+3, მაგრამ ჯერჯერობით ქართულოსმა ვერ ბედავს ამ 3+3 ფორმატში ჩართვას. და ნუ ახლა მოახოს მომავალში რა სიზამს ეს საკითხავია კიდე. ვერ ბედავს ალბათ იმედი აქვს. ბოლოს მაინც მივლენ აქ. ვერ ბედავს ალბათ იმიტომ რომ მაინც იმედი აქვს, იქნებ ფიქრობს რომ ეს რაღაცნაირად შეიძლება ისეა გაგებული რომ აი მაინც იმედი აქვს რომ რაღაცაზე წამოიყვან დათმობებს. თუ ამაში ჩაერთვება ეს ძალიან კაფეო სიგნალი იქნება უკვე რომ ნუ პრინციპში რუსეთის გავლენის სფეროს ეს ხო დასავლეთში რასაც პოზიციონირებს და რაზედაც ევაჭრება ის არ ამბობს რომ მე პრორუსული ვარ და რუსეთის გავლენის სფეროში მინდა ყოფნა ის ამას არ ამტკიცებს ის პირიქით იძახის რომ მე არ მინდა რუსეთის გავლენის სფეროში და ამიტომ მოდი დამელაპარაკეთ რა ხო და ეს შეიძლება აღქმული იქნას და შეიძლება კი არა ნამდვილად ასე იქნება აღქმული რომ პრინციპში ჩვენ ჩავბარდით ამის რუსეთის იმას გავლენას ხო და ეს მგონიერიდება მაინც ჯერ ნუ აქ პლუს ოკუპაციის სისტემაა კიდევ ხო რა თქმა უნდა სამი საელჩო ახლა ჩვენთან არ არის საელჩო მაგრამ აი სამხრეთ ოსეთის ხო აფხაზეთში ხო არის წარმომადგენელი როგორ არ არის კაცო აფხაზეთშიც არის და სამხრეთ ოსეთის თბილისში არ არის არის შვეიცარიის საელჩოში არის ასე ვთქვათ მაგასაც მოგთხოვეთ ცოტა ხანში მაგრამ ნუ ხედავთ ხო ეხა ოკუპაციის პირობებში ძალიან გართულდება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რუსეთს ოცებასაც კი გაუჭირდება ამის გაკეთება და ვიდრე რეკლამაზე გავალთ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ლიეტოვის საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ რათა გააუქმონ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები რომლებიც საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ ეს ამიშოვანი საკითხი ამდენი ხანია შეიცვალა იქ ხელისუფლება რომელსაც დასავლეთთან კარგი ურთიერთობა აქვს არც ერთხელ არ დასვა საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ დასვა საკითხს სირიამ გააუქმოს წაიღოს უკან აღიარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ახლა ამის გაკეთებაზე ის ხო არ არის ომის გამოცხადება რა ეტყობა ბიზნესთulis რომ ომის გამოცხადება რუსეთისთვის აბა სხვანაირად რატო არ უნდა თხოვო აი რა ლოგიკა ლიეტუვა რატომ დააკეთებს შენს გასაკეთებელს სირცხვილია ელემენტარულად ქართული დიპლომატიის ეს და საგარეო პოლიტიკის და საერთოდ ქართული პოლიტიკის საქართველოს ხელისუფლების იმიტომ რომ ეს პირველი საკითხი უნდა იყოს ერთ-ერთი ამაზე უნდა მუშაობდეს საგარეო საქმე და უწყებები და ეხლა ამას დარწმუნებული ვარ რომ კითხო იძახიან კაცო კი მუშაობ ჩვენ ოღონდ ჩუმად ოს ასე კითხე მე და შეამოწმე ხა შენ ჩუმად მუშაობს თუ არ მუშაობს ხო არ ვიცი მართლა ნუ ისეთი თემა არის რომელზეც მე პასუხი არ მაქვს რომ კაი გავიგე ყველაფერი გავიგე მაგრამ ეხლა მე თქმა ბიძინა უგზავნა და სხვა რაღაცა თქმა იმას ეშინია რომ ამაზე რუსები ძალიან დაბრაზდებიან და უნდა რომ აფხაზეთის და ცხინვალის კონტექსტში რუსეთიდან წამოვიდეს რაღაც დათმობა და იქიდან არ მოდის ეს დათმობა და ეს ვერ დარწმუნდა ეტყობა თლად ბოლომდე რომ ეს ასე მოხდება ეს არ იქნება იქიდან არანაირი დათმობა არ წამოვა კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამის შემდეგ ვალერი ჩეჩელაშვილი დიპლომატი შემოგვიერთდება და მას ერთად გავაგზავნებთ ამ თემებზე საუბარს და ასე მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენი შემდეგი სტუმარია ვალერი ჩეჩელაშვილი, პოლიტიკური მოძრაობა ჯერ საქართველოს სანადაფუძებელი და დიპლომატი. მოგესალმებით ვალერი. საღამოში მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან როგორც უკრაინაში ყოფილ ელჩთან მინდა რომ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ცოტა
კრიზისი წარმოიშვა პატარა, ხო, თავდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ და ხალხი გამოვიდა ქუჩაში თავდაცვის მინისტრს უჭერს ხარჯს და ასე შემდეგ რა მოხდა. თუმცა მანამდე მინდა თქვენი კომენტარი გთხოვოთ, აგერ მოულოდნელად დონალდ ტრამპმა წერილი გამოუგზავნა ირაკლი ყობახიძეს, ნახავდით. სამადლობელო მოლოცვასთან დაკავშირებით. რატო მოულოდნელად? ნუ აქამდე არ გამოუგზავნია როგორც მახსოვს. ერთი გამოუგზავნა ყაველაშვილს, როცა ჩვენი დამოუკიდებლობის დღე იყო, იქაც მოლოცვის თემა იყო. ოღონდ აქ ესეთი მოუთმენად ველოდებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის ხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესი მივაღწიოთ. და ნუ ოცნებისთვის ახლა ეს დიდი ამბავი იქნება დარწმუნებული ვარ. კარგია თუ ამას მიიღებენ როგორც მოტივაცია საიმისოთ რომ მართლა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები საიმისოთ რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკელებთან შევიდეს ახალ ფაზაში და თუ რა უნდა გააკეთონ ეს კარგად არის ცნობილი წინა კონტაქტების შედეგად იმიტომ რომ ამერიკელებმა ძალიან მწყობრად ჩამოაყალიბეს ეს ჯაჭვი ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესების ანუ პირველი რომ ამერიკელებს ჭირდებათ სტაბილურობა საქართველოში მეორე რომ ამ სტაბილურობის თანამონაწილეები და თანაშემქმნელები უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები მესამე რომ იმისთვის რომ ეს მოხდეს შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ და მეოთხე ყოველივე ეს შექმნის ახალ ვითარებას რაც ჩამოაყალიბებს ხელახლა საქართველოს როგორც სანდო პარტნიორს ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში და ზოგადად და თუ ახლა ეს წერილი მიიღეს იმის მოტივაციად რომ ეს შესაბამისი ნაბიჯები გადადგან ძალიან კარგი იქნება ჯერჯერობით მე ამისთანაც ვერაფერს ვერ ვატყობ ნახოთ ახლა რა სიზამე ჯერ ახალია ეს წერილი მაგრამ საერთოდ მაკაბოჭორიშვილი ვაშინგტონში იმყოფება ასე რაღაც კონფერენციაზე რუბიო მიიწვია და ამასაც დიდად აპიარებენ ასე ხო აპიარებენ იმიტომ რომ ეს არის ნუ გასაგებია რომ აპიარებენ და ძალიან კარგია რომ მოიწვიეს იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი კონფერენცია რომელიც ეძღვნება პოლიტიკური ტერორიზმის საკითხებს და შესაბამისად ამერიკელები თვლიან რომ საქართველოს ამ პრობლემებთან აქვს სერიოზული შეხებები პოლიტიკურ ტერორიზმთან და ეს ასეა რეალურად ამ ინფორმაციას ძალიან კარგად ფლობენ ამერიკელები მაგალითად იმ ჯგუფების საქმიანობა შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ რომელიც არის კონცენტრირებული ამ შიიტური სასწავლო ცენტრების ირგვლივ ხო შესაბამისი შეძახილები, სიმღერები, პორტრეტები და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკური ექსტრემიზმის და ტერორიზმის ნიშნები, რომელსაც ეძღვნება ეს კონფერენცია და ამიტომაც სრულებითაც არ არის შემთხვევითი რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არის მიწვეული. მეორე საკითხია, როგორ გამოიყენებს ქალბატონი მაკ ამ შესაძლებლობას, რომ რეალურად წაწიოს წინ საქმე ჩვენი თანამშრომლობის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ნახავთ ამ ყველაფერს ალბათ უახლოეს მომავალში გავიგებთ იქნება თუ არა რეალური წინსვლა და რეალურად შეძლებს თუ არა ქართულოსა თავისი პირობებით დაალაგდეს ხო ქართულოსა თავისი პირობები აქვს რომ აი როგორც ვართ ესეთი მიგვიღეთ რომ თუ პრაქტიკულად პირობაც არ არის აი ძაღლის ვაი როგორიც ვართ აი მე არაფერს არ გავშევცვლი თქვენ შეიცვალეთ როგორც ალიევს იღებთ ისე მიგვიღეთ ხო არა როგორც ალიევს იღებენ ისე მიგვიღეთ ამას შეიძლება ნაწილობრივ იმუშაოს იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური რეალობა მაინც რეალობაა ოღონდ ეს გეოპოლიტიკური ჩვენი მდებარეობა სრულებითაც არ არის ქართული ოცნების დამსახურება ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა მაგრამ აქ მეორეშია საქმე ამ ჩვენ ფუნქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ეხლა იქმნება შესაბამისი თამაშის წესები სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე სადაც აქტიურად მონაწილეობენ ამერიკელები, ევროპელები, ევროკავშირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყველა მოკლედ საქართველოს გამოკლებით. და ეს რას ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდება ეს თამაშის წესები საქართველოს გარეშე. ეს არნიშნავს იმას, რომ სრულიად იქნება იგნორირებული ჩვენი ინტერესები, მაგრამ ისე ჯეროვნად არ იქნება გათვალისწინებული, როგორც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი დიპლომატები და შესაბამისად ჩვენი წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას ამაში და ეს ბევრ ნიუანსში შეიძლება გამოიკვეთოს. ამასთან დაკავშირებით, ეხლა ბუნებრივად შენი მდებარეობა იმას არნიშნავს, რომ ავტომატურად შენ ყველა სიკეთეს მიიღებ. ამისთვის არის საჭირო ყოველდღიური სისტემური ბრძოლა. არა, ვერ გადაგვახტებიან, მაგრამ ისე როგორც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ ამ ჩვენი მდებარეობით, ჩვენ ვეღარ ვისარგებლოთ, იმიტომ რომ ამ თამაშის წესების ჩამოყალიბებაში უბრალოდ მონაწილეობას მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს მაგაზე თუ ასე გააგრძელეს რატო ვერ გადავახტები ახლა მაგალითად ამერიკის ადგილას რო იყო ჯერ ერთი იმაზე რასაც ეხლაც ეს ბაქო ჯეიხანი ანუ
აზერბაიჯან-თურქეთის პრაქტიკულად მილსადენზე უარს მაინც ვერ იტყვის ეს საქართველოს რაღაც გამოვა რომ აზერბაიჯანსაც უნდა დაუპირისპირდეს, თურქეთსაც უნდა დაუპირისპირდეს, ეხლა ეს აკლია კიდე სრული ბედნიერებისთვის და ამიტომ ნუ რატომ უნდა გავუსმოთ რომ მაგაზე ჩვენც ვერ ვიტყვით უარს. ვერც თურქები ვერ იტყვიან და ვერც ამერიკელები, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო ნავთობის ბაზრის 2%-ის უზრუნველყოფა. ეს 50 მილიონი ტონა, რომელსაც მაქსიმალურად ატარებს ეს ნავთობსადენი, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ მაგალითად, აი ეს ნუ რას გულისხმობ იმაში, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას. ანუ თავარი აქცენტები არა იმაზე დაისმება, რომ საქართველოს სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფანი არის ყველაზე ეფექტური, აქ არის სანდო პარტნიორი და ინვესტიციები ჩავდოთ, დავეხმაროთ. ამაზე არ იქნება აქცენტი და სხვა რაღაცებზეც გადავა, ანუ ფოკუსები და შესაბამისად ჩვენ ისე ვერ ვისარგებლებთ, როგორც სხვა შემთხვევაში ეს მოხდებოდა თქო. ამას ვამბობ და ამისთვის არის საჭირო ძალიან სისტემური მუშაობა ყოველდღიური ყველა პარტნიორთან ორმხრივი, მრავალმხრივი დიპლომატიის ფორმატებში და ასე შემდეგ. მარტო ეგ არის საჭირო თუ აქ რაღაც უკან დახევა და ცოტა დემოკრატიის დაბრუნება ქვეყანაში თუ ის ქართულს ხო მაგას ამბობ როგორც ალიევს იღებთ როგორც ავტორიტარს ისე მიგვიღეთ ჩვენც. მე დიქტატორი ვიქნები და თქვენ დიქტატორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ რატო არ გვპატიჟებენ ამ ფორმატებში? იმიტომ რომ ეს ცვლილებები, რაზეც ჩვენ ახლა ისაუბრე, ამ ცვლილებებზე ვარს ამბობს მართველი პარტია. და შესაბამისად ეს საკითხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ მაგალითად ის მოთხოვნები, რასაც ელოდება ჩვენგან ამერიკის შეერთებული შტატები, არ განხორციელდება, დავრჩებით იზოლაციაში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგი. თუ განხორციელდა, მაშინ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ ფორმატებში, სხვათა შორის ამას შესაბამისი პროფესიონალური მომზადებაც და კომპეტენციაც სჭირდება. არ არის შესაბამისად საკმარისი მხოლოდ იქ დასწრება და ასე ვთქვათ რაღაც კონსპექტირება იმის რას ლაპარაკობენ შენი პარტნიორები, შენი პოზიციები, არგუმენტები, შენი საინვესტიციო გეგმები, ასე ვთქვათ, იქ უნდა მიიტანო შენი რეფორმები და ასე შემდეგ, ხო? და ეს ყველაფერი კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ნახოთ და ამის პარალელურად აგერ ლავროვის 3+3 ფორმატში გვეპატიჟება კვლავ. არ ვიცი, ჯერჯერობით თავს იკავებს ოცნება, მაგრამ როდემდე შეიკავებს თავს აქედან. ესე იგი, მე ურჩევდი ბატონ ლავროვს ჯერჯერობით ბატონი ალიევი დაარწმუნოს მაგაში. არა, იმას აზერბაიჯანთანო კარგად მუშაობთო კონსტრუქციულად. რაც მე ახლა შუშაში საინფორმაციო ფორუმზე მოვისმინე ალიევის შეფასებები მაგ შორის ამ ფორმატის, მაინც და მაინც კარგად ვერ მუშაობენ. იმიტომ რომ ალიევის რჩევებს არ ითვალისწინებენ. და ალიევის რჩევა რა იყო? იმისთვის რომ ეს 3+3 ფორმატი შედგეს და გახდეს ნორმალური ფორმატი, უნდა გადახედო ძალიან დიპლომატიურად თქვა პრეზიდენტმა ალიევმა საკუთარ პრიორიტეტებს რეგიონში რუსეთმა. და შესაბამისად უნდა მეტად დაეყნოს, როგორც მე ეს წავიკითხე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და როდესაც სერიოზული ასე ვთქვათ თანამდებობის პირი, ან კონკრეტულად მეოთხე დსთ-ს დეპარტამენტის დირექტორი, საგარეო საქმეთა, ხო ჯერ ერთი ჩვენ დსთ-სთან რასაკვირველთ, მაგრამ საერთოდ ისინი ხო სხვანაირად აზროვნებენ. როდესაც ის ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენ 5 ქვეყნიდან 4-თან გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობებიო. აი ამ განცხადების შემდეგ ამ წარმომადგენელთან როგორ უნდა დაჯდეს საქართველოს წარმომადგენელი ნებისმიერ ფორმატში მოსალაპარაკებლად. აი ეს უნდა მოაგვარონ ჯერ. და მე ვილაპარაკოთ 3+3-ზე. ხო, მე აქ ვილაპარაკობ საქართველოს ხელისუფლება რამდენად იკადრებს ახლა ამას და დახუჭავს თვალს ამ ძალიან რთული, მე ვფიქრობ ძალიან რთული. აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ქვეყნებად აღიარებენ, ხო? რთული იქნება ნამდვილად. მგონი უკრაინაზე რომ კი ბატონო, გადავიდეთ უკრაინაზე. გადავიდეთ კი. რა გახდა ამ მცირე კრიზისის მიზეზი, რაც ახლა იქ არის? ხო, ну, ჯერ ერთი ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა არის აქტიური, ასე ვთქვათ, ცხელი ომის ფაზაში. და აქ ამ წნეხს ყველა ეს ამ სერიოზულ წნეხს ყველა ვერ უძლებს და სამწუხაროდ იულია სვირიდენკო, რომელიც რამოდენიმე ხანი იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, არის ამის ნათელი მაგალითი. ესე იგი, მაინც და მაინც ქალბატონმა იულიამ, რომელიც თავისთავად არის ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ქალბატონი და ძალიან წარმატებული იყო წინა თანამდებობებზე, აქ მაინც და მაინც ვერ გაართვა თავი ამ ურთულეს გამოწვევას.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბევრი ამბობს იმას, რომ ეს მხოლოდ ასე ვთქვათ, გამოიყენა საბადბად პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გადაეყენებინა თავდაცვის მინისტრიო და საუბრობენ იმაზე, რომ აი თავდაცვის მინისტრის და მთავარ სარდალ სირსკის შორის დაპირისპირების შედეგი იყო ეს. ეხლა, როგორ დამთავრდება, ჯერ კიდე ცხადად არ ჩანს ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ თავისთავად ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ ვინ დაინიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრად. ეხლა ცოტათი უკანა პლანზე გადავიდა ეს, მაგრამ ეს არის საკვანძო ფიგურა, სერგეი კორეცკი, რომელიც თავისთავად არის ძალიან საინტერესო ადამიანი, შემდგარი პროფესიონალი, ძალიან კომპეტენტური, ანტიკრიზისული მენეჯერი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა და მისი აი განსაკუთრებული წარმატება დაიწყო მაშინ, როდესაც მას ჩააბარეს ოლიგარქ კოლომოისკის აქტივები სამართავად, იმიტომ რომ ეს უკრნაფტა და უკრტატნაფტა იმართებოდა რაღაც კორუფციული სქემებით და ზედაპირზე, ასე ვთქვათ, მოგებას არაჩვენებდა. და ამ კაცმა რამოდენიმე ხანში, წელიწად ნახევარში დაახლოებით ისე მოახერხა, რომ ეს ორივე აქტივი გახადა წარმატებულად. შემდეგ გადაიყვანეს უკრნაფტოგაზში, სადაც პრაქტიკულად რესურსები, ანუ იყო დაყვანილი ნოლზე, არავითარი მარაგი გაზის აღარ ქონდა უკრაინას და ზუსტად ერთ წელიწადში გაზარდა ეს მარაგები 13 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რაც არის უკრაინის წლიური მოხმარების დაახლოებით ნახევარი. და ყველა აფასებს მას როგორც ძალიან კრეატიულ, აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს. ეხლა მეორე საკითხია, რომ ეს კერძო ბიზნესშია ასეთი და გამოიჩინა ასე თავი და ამ უკრაინულ ბიუროკრატიაში რამდენად მოერგება. პოლიტიკაში აქამდე არ ყოფილა. არ ყოფილა. იყო სრულიად ასე ვთქვათ ამ კორპორატიულ ბიზნესში. აი ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ აი მიხაილო ფიოდოროვი რო შეინარჩუნოს ზელენსკიმ და ამას ახლა ყველანაირად ცდილობს. ეხლა არ ვიცი როგორ გამოვა ეს, მაგრამ ფიოდოროვმა თქვა, რომ ჩეულობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვა. ფაქტია ნაწყენია ხა, იმიტომ რომ კონფლიქტში მისი მხარე არ დაიჭირა და სირსკის არ დაიჭირა, მაგრამ ზელენსკი რაღაც სხვა წინადადებებს ამზადებსო და რატო არ მეთქი ეს მნიშვნელობა, იმიტომ რომ კორეცკის თუ ვინმე თავისი წარსულიდან გამომდინარე ეყოლებოდა თანამოაზრე სერიოზული დასაყრდენი მთავრობაში, ეს იქნებოდა ფიოდოროვი, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი აზროვნების სტრუქტურის და ერთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები არიან. ეხლა რაც შეეხება ფიოდოროვს, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა პრეზიდენტის, იმიტომ რომ ეხლა აქ როგორ იყო, რომ სირსკის აქვს ძალიან სერიოზული ავტორიტეტი სამხედროებში, მიხაილო ფიოდოროვს აქვს ძალიან სერიოზული ავტორიტეტი საერთოდ საზოგადოებაში და ამაზე მიუთითებს ის გამოსვლები. მეორე დღეა უკვე აქცია. თავისთავად ეს კიდევ ერთხელ ამან დაგვანახა, რომ უკრაინა არის რეალურად დემოკრატიული ქვეყანა. იმიტომ რომ ზელენსკის მიუხედავად იმისა, რომ აქ დიდი უმრავლესობა, ასე ვთქვათ, უმაღლეს რადაში და თვითონ არის პრეზიდენტი და ასე შემდეგ, არ შეუძლია ასე თავზე ხელაღებით ვიღაცები გაუშვას და მიიღოს სამსახ დანიშნოს, გადანიშნოს და ასე შემდეგ. შეადარეთ ეს ჩვენ რეალობას. და იქ ანუ სახალხო დემოკრატია მოქმედებს. მაგალითად გავიხსენოთ რამოდენიმე ხნის წინ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომ ანტიკორუფციული დამოუკიდებელი ინსტიტუტები გაეუქმებინა და შემდგომ ამ სერიოზული სახალხო წნეხის და ევროპელების ჩარევის შემდგომ ამაზე ვარი თქვა. და ეხლაც რაღაც დაახლოებით მაგისთან რაღაცას ვადევნებ თვალს და ჯერჯერობით მე ვფიქრობ ეს ისტორია დამთავრებული არ არის. ვნახოთ რითი დამთავრდება, დღესდღეობით ფაქტიურად, ესე იგი მოვალეობის შესრულება ეთხოვა ევგენი ხმარას, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის დამთვალსაზრისით, სხვადასხვა უნდა ვთქვათ, რომ ეს დრონული პროგრამები და ასე შემდეგ ძალიან კარგად ხორციელდებოდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ობობას ქსელი გავიხსენოთ ოპერაცია, რომელიც განახორციელეს აბსოლუტურად უნიკალური, რომელზეც ისრაელის სპეცსამსახურებიც კი სწავლობენ ახლა ამ გამოცდილებას, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ მაინც, რომ უკრაინა ამ კრიზისს დაძლევს და ამის ნიშანი რა არის ახლა? მიუხედავად ამ რყევებისა, ხო? ახლა და ეს კრიზისია, ხო? პირდაპირ ვაღიაროთ. უკრაინელების მიერ განხორციელებული დარტყმების სტრუქტურა, ტემპი და სიმძაფრე ერთი წუთითაც არ შემცირებულა. როგორც ურტყამდნენ ამ აზოვის ზღვაში და შავ ზღვაში და ასე ვთქვათ, ეხლა ხან გაანადგურეს თვითფრინავი Tu-95 ერთ-ერთ რუსეთის აეროპორტზე, ჩამოაგდეს ვერტფრენი ბელგოროდის
ბელგოროდის ოლქში და ასე შემდეგ. ამიტომ თვითონ საომარ მოქმედებებს ეს კრიზისი არანაირად არ დაეთყო. და ეს მაძლევს უფლებას თქვა, რომ უკრაინა გადალახავს ამას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ დაიკარგება ბატონი მიხაილო ფიოდოროვი, იმიტომ რომ ის რეალურად ძალიან ჭირდება უკრაინას. ახლა 6 თვეში ადამიანმა სერიოზული გარდატეხა მოახდინა. ხო, ამის უგულველყოფა ხო არავის არ შეუძლია, ხო ეს. ხო, ჩვენ ნახეთ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო, რომელმაც ფიოდოროვს დაუჭირა მხარი, ხო? ხო, აი რა საინტერესო რა არის, იცით, რომ აი ზედაპირი, აი უმაღლესი სტატუსის გენერლები უფრო უჭერენ მხარს ბატონ სირსკის და საშუალო ასე ვთქვათ ფენის მეომრები და ოფიცრები და ასე შემდეგ დიდი წილი არის ფიოდოროვის მხარეზე, მაგრამ აქ ესე იგი როგორც მე ვხვდები, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება უნდა მიიღო პრეზიდენტ ზელენსკის და სამწუხაროდ მან მიიღო ტაქტიკური გადაწყვეტილება უფრო ვიდრე სტრატეგიული. მაგრამ თუ ის შეინარჩუნებს მაინც ფიოდოროვს თავის გუნდში, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ახეთქილება და რაღაც სერიოზული დაპირისპირებამდე იმედია ომის პირობებში ძალიან რთული იყო ამის შენარჩუნება. უბრალოდ იქ არიან ახლა მიხაილო ფიოდოროვსაც ჰქონდა თავისი წინადადებები, თუ ის უნდა ჩაენაცვლა ბატონის. სხვათა შორის მე გამიკვირდა, მაგრამ ამისთანა პირდაპირ ბრალდებებზე შემდეგ მე ველოდებოდი, რომ სირსკი გამოვიდოდა ძალიან მკაცრი შეფასებები და იმიდან. სხვათა შორის ძალიან დიპლომატიური პასუხი მიუძღვნა ბატონ ფიოდოროვს, რაც ეს როგორ ჩანდა, რომ ბატონ ფიოდოროვს აქ ახლა საშუალება ამ განცხადებების გაკეთების მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დავიცავით 2022-ში კიევი, მაგრამ შემდგომში უსურვებ ყველანაირ წარმატებას და ვიმედი მაქვს, რომ ის დარჩება პრეზიდენტის გუნდში. საკმაოდ იმისთანა დიპლომატიური განცხადება იყო. ყოველ შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს. გასაგებია, რომ ბატონი ხმარა იქნება გაცილებით რომ მისაღები, ვიდრე ბატონი კლიმენკო ამ თანამდებობაზე, მაგრამ ფაქტი არ არის ისე უმტკივნეულოდ შეიძლება საკმარისი ხმები ვერ დააგროვოს, იმიტომ რომ კიდევ ერთ საინტერესო გარემოება იყო. პრესკონფერენციაზე, რომელიც მოიწვია ბატონმა მიხაილო ფიოდოროვმა, გამოჩნდნენ დეპუტატები. დეპუტატები საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ იქ წესით ჟურნალისტებისთვის დაგეგმილი, მაგრამ გამოჩნდნენ დეპუტატები მართველი პარტიიდანაც მათ შორის და პოროშენკოს პარტიაზე საერთოდ ამბობენ, რომ უნდათ ახალი ლიდერის შექმნა აქედან, რადგან თავის თვითას რო ვარი თქვა, ამ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ მივიღებო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ფიოდოროვი არ ხდება პოლიტიკური ფიგურა. ჩვენ ვადევნებთ თვალს ახალი ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურის ჩამოყალიბებას, რომელიც სხვათა შორის არის სულ 35 წლის. ხო, იმედი მაქვს მართლაც მეც, რომ ეს ახლა რაღაც ფრონტზე მნიშვნელოვანი პრობლემებს არ შექმნის და ის რაღაც ტემპი რაც აქვს აღებული გაგრძელდება, იმიტომ რომ ვიცით ბევრი არის დამოკიდებული საინტერესო კიდე რა არის დავიწყო. ესე იგი ყველა აღნიშნავს, რომ პირველად ამ მთელი პერიოდის, ომის პერიოდის და 2014 წლიდან ყიმის ანექსია რომ მოხდა, იქიდან გამომდინარე პირველად დაიმსახურა ასე ვთქვათ, რუსების შექება პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ხო, ფიოდოროვის გადაყენებასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გამაღიზიანებელი იყო მათთვის ეს ფიგურა და საკმარისია ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეადარო. ერთი მხრიდან ბატონი ფიოდოროვი და მეორე მხრიდან ბატონი ბელოუსოვი. იმ წუთაში ბელოუსოვი არის თავდაცვის მინისტრი რუსეთის. ხო, შეადარო ეს ორი ადამიანი მათი გამონათქვამი და ამ შემდეგ, რომ მიხვდე, რომ ეს არის 22 საუკუნე და ეს არის მე-19 და რა თქმა უნდა, ახლა რუსებსაც ხელს აძლევთ ის კრიზისი, რომელიც შეიქმნა უკრაინაში სამწუხაროდ. ხო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმეც ვიტოვებ, რომ მალე გადაილახება ეს ყველაფერი და დაალაგდება. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვალერი ჩეჩელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დიპლომატი, პოლიტიკური მოძრაობა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას გადაცემით პოლიტქალაქი დაგიბრუნდებით.